Привет. Hey, როგორ ხარ? როგორ ხარ, ანა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად. რაც ჭირს ნიაკოს რაღაც ცივო ჩამი არა? არ ვიცი, არ ამგონია. მომიჩვენა ალბათ. რა შვები, როგორ მიდის გაზეთის ამბავი? კარგად, სტაბილურად, შენ რა შვები? მე არაფერს, ბევრი დრო მაქვს და თუ რამეა? აუი, მაღაზე მინდოდა მეთქვა, გაზეთის გუნდის დანარჩენ წევრებს ვესაუბრე. და მაბრუნებთ ხო? სამწუხაროდ და არა პირიქით. წესები ერთად თუ დავარღვიეთ, შეიძლება სისტემატიური სახე მიიღოს. ხო, მაგრამ მოდი შემილი, რაც შემეძლო ვცადე. ბოლოს ერი არ მინახავს. კაი, არ დავასპოილეროს მაშინ. ანუ, არ უთხრა თუ იმკვდება? აუ, რატომ პალი ხარ, ვინ მეკვდება? ვინმე თუ ვიღაცები? კარგით რა? შტერობა სერიალია. არ ვიცი, რანაირად უყურეთ მაგას საერთოდ. გატყუებენ მარიამ, არავინ არ გვდება. ერთის გარდა. ნიკა შენს? მოვიდა პრინცესა. კაი, იყო ძილი. პირველი გვიცდება? ხო, და ნეტა მეც ვცოდ, მაგრამ ცოტას დავიძინავდე კიდე. რაღაცა უხასიათოდ არის ემილი. როგორ შემომჩნიე? კარგად გიცნობ. ანა შემხვდა დერეფანში და რაღაც უცნაური დიალოგი გქონდა. ისე განა ცოტა უცნაური გოგო. რა მოხდა? ხო მითხრა წინაზე გაზეთში დაბრუნება ხო არ გინდაო? ხო, მერე? ეხლა მითხრა შენ გამო რომ დავარღვიოთ წესები, მერე სხვებს ეწყინებათო. ანუ ჩემს გასაშავალად დაწერე ერთი სტატია და ეგ იყო შენი კარიერა? ეგრე გამოდის. დაი კიდე რა. შენი სტატიის გარდა სხვა ყველაფერი დებილობა. ვაფშე, ჩვენი გაზეთი გავხსნათ. მე არ მინდა გაზეთი. მოხუცი კაცი კი ვარ. რა შუაშია მოხუცი კაცი გოიმო? კითხვა ქულა. კითხვა რაღაც კაი ტიპების საქმეა. გაზეთის გაკეთება მეზარება. კითხვა კი მიყვარს. არ გინდათ მართლა რამე ჩვენი გავაკეთოთ. არ იყოს მაინც და მაინც გაზეთი. რას ფიქრობ? ესე არ ვიცი, დრო უნდა. მოდი, გაკვეთილების მერე ბიბლიოთეკაში შევიკრიბოთ და ყველამ ჩვენი იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს. კაი აზრია. ოჩაღინდია. ბაზარი არა, თან ჯანსაღი კონკურენცია. აუ, ამას ახალი სიტყვა მოსწავლია, ჯანსაღი კონკურენცია და დეპოლარიზაცია კიდევ. სამშია და რა ხარ გამოვიძახოთ? არა, ჯერ ბრინჩთორინგი, მერე ჭამა, თორე ძალიან მოვდუნდებით. ვინ რა მოიფიქრეთ აბა? მე დავიწყებ. გისმენთ. ესე იგი, ფეხბურთის გუნი გავაკეთოთ და ჩემპიონთელი გავავიღოთ. კაი, შემდეგი. ჩემი იდეა არ მოგიწონათ? არა, იდეა კარგია, უბრალოდ 400 მილიონი დოლარი არ გვაქვს. კაი, მე გეტყვით. საჭვალები გამოვიძახოთ და განვიხილოთ. ეგრე რას მეც ისე მაინც შევთ. ჩემი იდეა სკოლის სამეცნიერო გაზეთის გაკეთება.
ეგ მაგარი იდეა, მაგრამ შენ გარდა მხოლოდ 5 ბავშვს წაიკითხავს და არ გაამართლებს. მოსწავლეები რომ ავარჩიოთ და გადავიღოთ მათი ერთი დღე? მეც ვიფიქრე ეგ, მაგრამ რაღაც მაინც აკლია. მასწავლებლების ანონიმურ განხილვა? შენ ბავშვობიდან ბოროტი ველანი იყავი თუ მერე გახდე? ყველა ვილანი ისედაც ბოროტია. და რა, ცუდი იდეაა? კი. გონი არაფერი გვაფიქრდება, ხო? ბოჯიში დამაგვინა და რაღაც საქმე მქონდა. მოდი ნიაკოში, შემოგვერთდი. რა გენთავა, რამე მოიფიქრეთ? ჯერჯერობით ვერაფერი. შენ ხომ არ გაქვს რამე იდეა? იდეა არა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რა გამოგვდის კარგად და მაგის მიხედვით მოვიფიქროთ. მაგ ლოგიკით წავედით და დაჩემ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთო. ილიამ ბოროტი ვილანები გავხდეთო და ლაზარეს არაფერი უთქვამს, მაგრამ უეჭველი ვიცი, კარატის ტუტორიალები გადავიღოთ მაგას იტყოდა. რა იცი? გონი არაფერი გამოგვდის, რაც ხალხს აინტერესებს. მარტო ჭორაობა და გლიცინი. რა იყო გაგინათ და? ჭოროობის და გლიცინის პოდკასტი გავაკეთოთ. ვისაც კამერა და მიკროფონი ქონდა, ყველა პოდკასტი გააკეთა. ეგ ხო, მაგრამ ჩვენ ხوار დავიწყებთ რაღაც მაღალ მატერიებზე საუბარს. უბრალოდ მეგობრული გლიცინი პოდკასტი იქნება. სახელიც გვაქვს გლიცინი პოდკასტი. გლიცინი. თან რაღაც წამალს გავს. მაგარი იდეაა. სიცილით ხო თავისებურად წამალია. ნიკა უკვე ფუთავს პოდკასტს. არა, მე პოდკასტში არ დავსვათ. ტექნიკურად გაგიმართავთ. მე პროდიუსერი ვიქნები. მე კომენტარებში შევუძდები. მოძირობა კარგად გამომდის. აუ, ეგა მე, მარიამი, ნიაკო, ალექსანდრე, ლაზარე დავჯდებით და ვიღლიცინებთ. ძალიან კაი იდეაა. ესე იგი დაგჭირდება ლეპტოპი, ყურსასმენი, მიქსერი და კარგი ხარისხის მიკროფონები. მიქსერი რაღაც გვინდა? აუდიო მიქსერია ეგ. შენ სულ ჭამაზე ნუფიქრობ. მოვალ ხო? ხან. სად ვიშავთ ეგ ყველაფერი? გონი პროდიუსერის საქმეა ეგ. ხო ილია? არ არის პრობლემა. ყველაფერი იქნება. აბა რა ეგონათ მაგათ ემილიას რო აგდებდნენ გაზეთიდან. ემილი, სად ხარ? არაფერი. მოვალ ახლა. ადგილის ხო დავჭირდება. აუ კი, სადაც ვიქნებით, თვალისთვის სასიამოვნო ადგილი უნდა იყოს. კი. ძალიან გამეხარდა, მადლობა ანა. კარგი დროებით. ანას ელაპარაკებოდი? უი, ხარ. მოიცა, მისმენდი? სპეციალურად არა, უბრალოდ დღეს დილას ანას რომ საუბრებოდი, მე ცოტა ცილა ჩამიარებ და დავეჭვდი. ეხლა ანას რომ უპასუხე, დამაინტერესა. რა ხდება? სკოლის გასში აყვარა შემოთავაზა ანამ. პატარა ტესტი გავიარე და ახლა დამირეკა რომ აქ იყვანეთო. ოი, მართლა გილოცა. კი, მადლობა. ხო, კარგადაა ყველაფერი. კი, შედი შენ მე წლები უნდა ამოვიტანო პოდკასტის დეტალები გოგოს. მოგხმარებ. არ გინდა. იყოს. კაი, შევალ მაშინ. მინდ. მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს